მოგესალმებით სულ ყველას, დღევანდელ დღეს გილოცავთ პირველ რიგში. რავალს დაესწარით, მე ძალიან მოხარული ვარ, რომ აქეთ მხარეში თქვენ გაგიცანით, საჩხერე ჭიათურის მხარე ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო და დღევანდელ დღეს არ გადავდეთ. ყველანაირად ვეცადეთ, ამდენი ადამიანი შევიკრიბეთ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს დღესასწაული არის. მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში, რომ დღეს ანდით საქმეს გავუკეთებთ მოსახლეობას, იმიტომ რომ მოსახლეობიდან ისეთი საგანგებო ზარი შემოვიდა, ჩემთვის პირადად უფრო კარგი გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, რომ ეს კარგი საქმე გავუკეთებია და შემდეგ ამ ნადირობის მერე ეკლესიაში ჩევალთ, თანხმობას დავანთებთ, მეორე განყოფილებას გვექნება, მესამე განყოფილებას გვექნება და ასე შემდეგ. ირაკლი წვერავა გახლავთ მონადირეთა კლუბის დამფუძნებელი, კლუბი მონადირე გახლავთ ჩვენი კლუბი. ჩავატარებთ ასევე უსაფრთხოების ინსტრუქტაჟს, რაც გასათვალისწინებელია. პირველ რიგში მაინტერესებს ბიჭებო, დღევანდელ დღეს ორგანიზებას ვინ გაუწევს ნომრებში, ვინ დააყენებს ის ადამიანი? ხო, კი ბატონო, მაშინ სხვა ჩავაბაროთ ის თემა, ნომრებს ვინც დაალაგებს. ვინ იქნება ადამიანი ბიჭებო, ვინც ნომრების დალაგებაზე იზრუნებს? უნდა დავაყენოთ მონადირეები, ეგრე არ გამოვა. მიმართულებები აირევა. ბიჭებო, სარეკში არ წახვიდეთ, მაშინ ერთი კაცი, ვინც კარგად, აი თქვენ მაგალითად, ხო იცით ნომრების თემა, ხო, არ წახვიდეთ, მე წავალ სარეკში, დედას ვსაუბრობ, რა პრობლემა არის, მივლია და კიდევ ვივლი კაცობრებს. ხო, კაი, ჩემთან მოხვიდეთ ახლოს, წამით. მოდით. ბიჭებო, ეს კაცი დაგვაყენებს დღეს ნომრებში, სახელი გამახსენეთ? ნოდარი. და არავითარ შემთხვევაში არ იქნება ის თემა, რომ აუ ეს ნომერი რატო შემხვდა, ეს ნომერი რატო შემხვდა. ეს კაცი როგორ ჩათვლის საჭიროდ, ავირჩიეთ დღეს დღევანდელი ნადირობის ორგანიზატორად და რასაც იტყვის ეს კაცი, ესე უნდა გავაკეთოთ. კაი, სარეკში რამდენი ადამიანია? ხელი ავწიოთ სარეკის ბიჭებმა? 5 კაცი. 2, 4, 6 კაცია სარეკში. კაი. ეხლა უსაფრთხოებას რაც შეეხება. მოგეხსენებათ დღევანდელ ლიცენზიაში კვოტაში გვიწერია მგელი და ტურა, 5 მგელი გვაქვს და 20 ტურა. დანარჩენი არაფერს არ უნდა ვესროლოთ. არც კურდღელი, არც ჩველი, დავანებოთ თავი. შეიძლება გამოვიდეთ ზაღლი, სანამ არ დავწმუნდებით, რომ ეს არის სამიზნეში მტაცებელი ტურა, მგელი, არავითარ შემთხვევაში არ ესროლოთ, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანიც იყოს ფაჩი-ფუჩზე და იმაზე, მაგრამ ძალიან დიდი ადრენალინი არის. პირადად ჩემთვის მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ნადირობა მაქვს ჩატარებული, ტყეში ხმა რომ ესმის, მზადყოფნაში ვარ. აუცილებლად, როდესაც დავინახავთ მტაცებას და გავარკვევთ რა მტაცებელია, იმ შემთხვევაში ვაკეთებთ გასროლას. იარაღს რაც შეეხება, აქვე ავეწყობით, რომ იქ ჩხაკაჩხუკი არ დავიწყოთ და ტელეფონებიც აუცილებლად ვიბრაციაზე ეხლავე გადავიყვანოთ. და რაც შეეხება იარაღის დამუხტვას და განმუხტვას. როდესაც პატივცემული ნოდარი დაგაყენებთ ნომერში, მარტო მაშინ ჩავალაგოთ იარაღებში ვაზნები. ვისაც ნახევრად ავტომატური გაქვთ, გვაჩვენოთ ყველას, რომ გადაწეული არის მექანიზმი, ზატორი ეგრეთ წოდებული და თუ ტყვიას ჩადებთ, რომ ყველა უნდა ვიყოთ ერთმანეთში დარწმუნებული, რომ იარაღები გვაქვს თავისუფალი. ვისაც ორულიანი გაქვთ, ორულიანი ყველაზე კარგი ამ შემთხვევაში, გადახსნით უბრალოდ და ყველას გვეცოდინება, რომ იარაღები არ არის დატენილი. всё, ძირითადი თემები გავლი მაქვს, მადლობა ყურადღებისთვის, დანარჩენი პატივცემული ნოდარი გაგვარკვევს. ვარ ადგილობრივი, ქვია ნოდარი ვარ ფხალაძე. ზოგმა კარგად იცის ეს ხეობა კიდევ ნადირობა, აქ ორჯერ, სამჯერ და 4ჯერ იყო მოწყობილი. არ არის არც ერთი არ ვართ შინაურები ვართ ყველა შორებლები, რომ ერთმანეთს ვერ გავუგოთ. რაც თავარია, სიფრთხილე პირველ რიგში რაც თავარი არის და ნომრებში რო დავდგებით, იყოს იდეალური სიჩუმე. არ უნდა გადარევკები, განმორევკები, წარმარა რავშვებით, აი ძაღლები რომ მოვლიან, თვითონ ვინც მორეკავს ამ ძაღლებს და ვინც გამოუძღვება ამ ყველაფერს, რო ამოვლიან უკვე გზაზე. მაშინ მოხსნით ნომრებს. ჩვენ თვითონ დაგირეკავთ, შეგეხმიანებით თითოეულ ჩვენთანაც და მაშინ მოიხსნას ის ნომრები. არ უნდა წარმარა რევკები, უი აქეთ რა არის, საით შევიდა, იმიტომ რომ ამას გელი არის ძალიან ფრთხილი ცხოველი და უნდა ძალიან ყურადღება მე მას არავის არ ვარიგებ არჩკულას, არც არაფერს, არც არავის არ ჭირდება კიდე ჩემის. უბრალოდ ეს ასე იქნება. გადანაწილდებით ნომრებში და იდეალურ შედეგს დავდებთ დამერწმუნე თამაში. მადლობა. კი ბატონო, ნამდვილად ეგრე არის. ხო, კიდევ ერთხელ ბიჭებო, ნომრებში გვაყენებს ნოდარი, ნოდარი გასცემს ბრძანებას, რომ ნომრები აიშალაო, ან თუ მოეწყობა ისე, რომ თვითონ ბოლო ნომრიდან, აი ბოლო ნომერში თქვენ უნდა დადგეთ, მაგალითად ეს ხო? ბოლო ნომრიდან ეს კაცი ჩამოგვივლის ისე უკან და ყველას მოგვიყვანს დაწყების ადგილამდე. ეს ეცოდინება ყველაფერი ნოდარის. მანამდე დაიწყო სარეკი, გადმოიწყო სარეკი, მიიწყო სარეკი, არაფერს არ ტელეფონზე კომუნიკაცია, რაცია იქნება მხოლოდ ნოდარის, რაცია იქნება მხოლოდ სარეკს. და ან
ერთი რაცია მე მექნება ბოლო-ბოლო გამოვთავ რა, იმიტომ რომ რაციას უთანა მაქვს ხოლმე და გლულულიანებით ხოლმე და მხოლოდ არანაირი ხრახნულიანი თხოვნა იქნება ძვებო. ვისაც არ გაქვთ სამწუხაროდ მოგიწევთ ან სარექსი დასვლა ან მაგარაში დალოდება, იმიტომ რომ უსაფრთხოება პირველ რიგში. ხო, ვაზნას რაც შეეხება ძვებო, ცხრიანი კარტეჩი და ჟაკანი ამოიღეთ. ძალიან ცუდ რიკაშეტს აკეთებს ცხრიანი კარტეჩი. რა ცხრიანი კარტეჩი არის აბსოლუტურად სხვა ნადირობის ფის. გელს ყოფნის 7-0, 6-0, 5-0. სასროლი მანძილი ჩემი აზრით ისეთი გაბუჩქულია. ახლო მანძილზე გვექნება, არ არის ისეთი დიდი ტრიალი რომ შუა მანძილზე არ გვექნება არც თქვა. ხო, იქ თავისუფლად ეყოფა. ესა ძირითადი საქმეები ყველაფერი გავიარეთ. მადლობა ყურადღებისთვის. მინდა აღვნიშნო ის რომ აი აქედანვე ძალიან დისციპლინა იგრძნობა. თუნდაც საუბრებში რომ რეკავდით ხოლმე, ყველა ისმენდა, არ იყო იქ ბაზარში ზოგი არ იყო ხო ჩატში ვარ, ეს არის სიწყნარე და ესეთი სიმშვიდე და ესეთი მოსვენა მე პირადად გეტყვი, გაკურვებული ვარ, პირველად ვარ თქვენთან და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და წარმატებებს გისურვებთ. პირველი მორეკვა იწყება. ეხა დავდგებით ნომრებში და ძალიან საინტერესო ტყეარე მინდა აღვნიშნო. ამინი ჯეჯერობით ხელს გვისყოფს. და ახლობით 40 ნომერი გაკეთდება. სამმა კაცმა გადაინაწილა ნომრების ამბავი, ვისაც დამდგარიყო. მოკლედ რაღაცა საინტერესოს უნიმცევს უკვე რა. დავალოდოთ ეხა მოვლენების განვითარებას. დავდექით ნომერში. ის არის რომ ვიღაცის ძაღლები დაგვხვდნენ აქ ტყეში უკვე შესულები. რა უშავს. აი ესეთი ორგანიზებული ნადირობები ძალიან კარგია. 9 საათში ზუსტად დავდექით 40 კაცი ნომერში. ზედმეტი გადალაპარაკების გარეშე რა. მადლობა იმერლებს. ოჩახ, ბრავო, ძალიან მაგარია. ხო, რაც შეეხება ჩემს სამოსს. გადავწყვიტე რომ ნარინჯისფერი ტანსაცმელი რაც კი მქონდა ადგილობრივებისთვის დამერიგებია. ხო და მე ვდგავარ ახლა ოპერატორთან ერთად ნომერში, რომელსაც ასვია პორტოხლისფერი და ჩემგან იმყოფება ზუსტად 1 მეტრში. მაქსიმალურად რომ იყოს უსაფრთხოების ნორმები დაცული. თავი არის უსაფრთხოება და შემდეგ დანარჩენი სხვა. დაიწყო სარეკი. აბა, დაველოდოთ ეხა მოვლენების განვითარებას. დაჭრილი ტურა ყავთ დაჭერილი ძაღლებს. ძალიან კარგი. პირველი მორეკვა წარმატებულია, მონადირებულია 1 ტურა. ეხლა ძაღლები კიდე დასდევენ ნადირს და აქეთან მხრიდან ვინც ვართ ზედა ნომრები, უნდა გავუყვეთ დღეს. ეხლა ჩვენ ხმაურით რომ იქეთ ხარეს ვინცაც აქ ჩაკეტილი ტერიტორია, გავუკეთოთ მორეკვა აქედანაც რა. რამდენს მოვასწრებთ, ეგ რო თქვათ, მორეკვას კიდე, ნომრების დაყენებას. არიან კატეგორია ადამიანების, ვისაც საკმარისი გამოცდილება აქვს იარაღის უსაფრთხოების და რავი, შეიძლება ჩემი წონა ტყვია ქონდეს იმას ნასროლი, მაგრამ მაინც საჭირო არის ესე. არც რავი, შეიძლება
იმას თუ არ შევედარები, საკმარისი კურსები მაქვს გავლილი ამ იარაღის უსაფრთხოების წესების და აქედან გამომდინარე ვაძლევ ჩემ თავს უფლებას, რომ 1-2 სიტყვით გითხრათ. ბიჭებო, რას თავარი არის? იარაღი არავინ არ დატენოს, სანამ ნომრებში არ დადგებით რა. ჩემი თხოვნა იქნება რა. იმიტომ რომ ღმერთმა გვაშოროს ეშმაკს არ ძინავს. და ყოველთვის ხდება ისეთი მომენტი, რომ გაუთვალისწინებელი გარემოება შეიძლება შეიქმნას. დავდივართ ჯაგიანში, ბუჩქიანში, კვინცნარი შეხვდება, რაღაც შეხვდება, რომ რაღაცა გაუთვალისწინებელი მოხდეს, ამ ფეხი წაგვიბარბაცდეს, რაღაცა უბედურობა არ მოვიწიოთ, ისევ ჩვენი სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის არის ეს ყველაფერი საჭირო რა. იარაღი არ დატენოთ არავინ, ჩემი თხოვნა იქნება. ადგილზე რო დადგებით, როგორც კი ნომერთან მიხვალთ, აჩხაკუნეთ რამდენი ძგინა, არ არის პრობლემა. შემდეგი როდესაც დაიწყება სარეკი, ბიჭებო, მაქსიმალურად თხილად ვიყოთ რა ნომერში, რაც გამოდის, კარგად აღვიქვათ, ლანც არ ვესვრით რა, არ გვინდა. გაიაროს, გაიქცეს, იმისი ოხრობაც იყოს, ჩვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის პირველ რიგში აუცილებელი რა. და უპირველეს ყოვლისა, იმიტომ ვატარებთ ამ ყველაფერს. ნადირობა, ყველას იარაღი გვაქვს, ბიჭებო, ამ იარაღით ცხოველს ვკლავთ, ხო? და შესაბამისად, ღმერთმა დაგვიფაროს რაღაცა ელემენტარული ზიანიც არ გვინდა რომ მივაყენოთ ერთმანეთს და იმიტომ ხდება რომ მაქსიმალურად დავიცვათ ეს უსაფრთხოება. რო გამოვა, შევხედავთ, ძაღლიც რატო უნდა მოკლათ? აი ესეთ გვემსახურება, ამხელა პატივს გცემს, ამხელა საქმეს ეწევა, ჩვენ გვერდში არის და ჩვენთან ერთად არის რა, რო იტყვიან, ყველანაირად გვეხმარება. აქედან გამომდინარე, ბიჭებო, გავარჩიოთ რომ ჩვენი მეგობარი ცხოველიც არ მოკლათ რა და რაღაცა ზიანი არ მივაყენოთ. ტბის მიმდებარედ ვართ. ძალიან მაგარი ტყია, ძალიან მაგარი ხედებია. დასავლეთის ბუნება განსხვავებული არის სხვა რელიეფთან შედარებით. აქ იმედი გვაქვს, რომ მტაცებელი იქნება, იმიტომ რომ იქიდან გადმოსული მტაცებელი აქ უნდა იყოს რა. დავალოთ აბა. ნომერი ისვის. უზარმაზარი მგელია, ბრავო ბიჭებო. ერთობლივად შევძელით, ძმაო. აი ზემოთ ვიდექი, აი ბექზე და ამოვიდა წინიდან. პირველ სროლაზეც დაეცა, წამოდგა გააგრძელა, მეორე სროლაზეც დაეცა, მესამეზეც დაეცა, კიდე გააგრძელა. მერე უკვე გიორგისკენ აქ მოვიდა რა, მონასლასებდა უკვე და ვეღარც ესროლია და ეგრევე აქ მოდიოდა. ბრავო, მეტრაში და ერთი ვესროლი და ცოტა წარბარბაცა და მერე ერთი კიდე და იგარიხარ. გაკლეჯი ვესროლი. ძალიან სერიოზული ზომის გელია მინდა გითხრათ ბიჭებო, დედალია და დედალია ძალიან კი, კაია, ეს ერთი და სხვა მრავალი. ნადირობა შედგა, ტურებიც მანამდე იყო რაღაცეები, მაგრამ ძირითადი აქცენტი გელზე ქონდა გადატანილი და გელიც მოპოვებულია. როგორც აღმოჩნდა, ორი კაცის გარდა პირველი ესროლა ბატონმა დავითვა. აბა როგორ იყო და რა იყო მოუყევი მაყურებელს? პირველ რიგში ცოტა გამიკვირდა, სავით არ მოველოდი. მაგრამ არ ვიცი. ადრენალინი იყო, ხო? ძალიან, კი, კალკალები. რამდენი ესროლე? ორი გააკეთა. პირველი მოხდა ამ კი ესროლეს, კიდე ორი ესროლეს რა, ძალიან რთული მოსაადრებელია. პირველი და მე
მაგარია, გილოცავ დავით. ერთობლივი შედეგი არის ბიჭებო ეს. მაგარი ეს ერთ და სხვა მრავალი. შემოგივლეთ. მოკლედ დღევანდელი ნადირობა ამით დასრულებული არის. ქალბატონი ლეილა მინდა გავაცნოთ მთელ საქართველოს ეს ადამიანი გახდათ, ვინც ჩვენს ყურამდე მოიტანა ინფორმაცია, რომ ჭიათურის მაღალთიან სოფლებს ჭირდებოდა დახმარება. ჩვენი დახმარება. კი ბატონო, ამოვიღეთ 2 ტურა და 1 მგელი და ქალბატონ ლეილა, რა ვიცი, მოსახლეობას უაწოდოთ ინფორმაცია. დიდი მადლობელი ვარ თქვენი გუნდის და წარმატებებს გისურვებ და ესე ერთიანად ერთი გუნდი, ერთ გუნდად შეგრული ვებრძოლოთ ჩვენ გამანადგურებელ ცხოველებს. მართალია. ნადირს. მართალია. რა უკვე შეეხება? რამდენი ძროხა, რამდენი ღორი შეჭამა, სათვალავი არა აქვს უკვე. დღე არ გავა რომ არ მოიტაცონ რაღაცა. კი ბატონო, ეგრე არის. გაიხარეთ, შვილებო, სასახელო ბიჭები ხართ და წარმატებები კიდევ მომავალში. გაიხარეთ, თურმესი მადლობა. თბილისიდან ჩამოვედი. ხო. რა შეეხება? მოდი დოდო, ნახე მგელი. ასეა, ასე. მოდი დოდო. აბა სამეზობლოში ვის რა შეუჭამა? სამეზობლოში ვის რა შეუჭამა? გადაშელა რა ვარი ძროხა შემიჭამა. შენ ამოწყდი. გაიხარეთ. შენ გაიხარეთ. აი, ეს იყო დღეს რა შევძელით ქალბატონო. ძალიან კარგი. ტურა მეორე. ხო, ტურა. ყეშია მოკლული. ეს დედალი მგელი არის, სხვათა შორის მინდა გითხრათ. მაგე. არაცალენ ახლა თორე აი რამდენს იზამდა იცი. მოკლედ ესეთი ამბავი არის. აი ურღუმელას ტბა რო არის, აი მტყეში რა. აი აქვე იყო. მე პირადად მაგალითად მე დავინახე დღისით მზისით მე და ჩემი მეუღლე მივდიოდით საქონელისთვის. აი ის რო არის აქვე წისქვილებს ვეძახით. წისქვილები არა სალოცავის ხრიდან მოდიოდა 2. არც შეკპუებია და არც არა. რაიც არიანი ხელებით რა უნდა მომეკლა. მე რა ვიცი ახლა მგელი. მოკლედ ესეთი ამბავია მაღალთიან ჭიათურაში. ჩვენ კიდე ჩამოვალთ. განახებ, გამოდი. კანტორასთან გამოდით ყველა. აგერ არიან ბიჭები მოსული. მოკლედ ესეთი ამბები გვაქვს. ძალიან გახარებულია მოსახლეობა და მინდა სრულიად საზოგადოებას უთხრა, რომ მონადირე არ არის ის, რომ მანდამაინც რაღაცა წავიდეს და მშვიდობიანი ცხოველი მოკლას. მონადირეები ნადირობთ ასე მტაცებლებზე, ვეხმარებით სოფლებს და ვაკეთებთ ლიცენზირებულ გამოხშირვებს. აბა, დაგემშვიდობებით ყველას წარმატებებს გისურვებთ.